Ავარი საკითხები გვაინტერესებს, რა საკურველია ეს იქნება, როგორც მზია ამაღლობელის, ასევე ძალადობის აქტები, რეპრესიები, დაკავებები, უკანონო მოკეთ რაც ხდება ყველაფერი საქართველოში, ალბათ ამაზე ილაპარაკებთ და თქვენ რომ ჩამოთვალოთ კონკრეტულად, მაგრამ ცნობილი გახდა ცოტა ხნის წინ, რომ დელეგაციისთვის, ქართული ოცნების დელეგაციისთვის უფლებამოსილების მინიჭებაზე უარის საკითხი უკვე დადგა დღის წესრიგში, შეტანილია დღის წესრიგში და ევროსაბჭოს დეპუტატები ამას კენჭისყრით გადაწყვეტენ. შეგიძლიათ რომ დაგვიდასტუროთ ეს ინფორმაცია? მოგესალმებით, დიახ, გიდასტურებთ ამ ინფორმაციას. სამწუხაროდ საქართველოს უკვე ქართულმა ოცნებამ მიიყვანა იმ ვითარებამდე, როცა პირველად დადგა საქართველოს დელეგაციისთვის, ასე ვთქვათ, დელეგაციის არაღიარების საკითხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. პირველ რიგში სოლიდარობა მზია ამაღლობელს, ყველა პოლიტპატიმარს აბსოლუტურად, სწორედ ეს არის ჩვენი აქ ყოფნის მიზანი და მიზეზიც. ჩვენ გვაქვს სპეციალური მოწვევა ევროსაბჭოს სხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, სადაც წარუადგენთ ყველა ინფორმაციას თუ რა ხდება ახლა საქართველოში. ჩვენ ვაკეთებთ შეხვედრებს, ორქრივ შეხვედრებს ყველა ეროვნული პარლამენტის წარმომადგენლებთან, რომ დეტალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორც მოპარული არჩევნების შესახებ, ასევე პოლიტიკური პატიმრების შესახებ, იმ უმძიმესი წამების და არაადამიანური ფაქტების შესახებ, რომელიც ჩაიდინა თვითმარქვია რეჟიმმა ქართული ოცნების სახით. Შემიძლია საზოგადოებას უთხრა, რომ სრული კონსენსუსია ფაქტობრივად ევროპულ ასპარეზზე, რომ საქართველოში ახლიდან უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომ პოლიტპატიმრები უნდა განთავისუფლდნენ, აბსოლუტურად ყველა საუბრობს მზია ამაღლობელის საქმეზე, რაც ნიშნავს პირდაპირ ჟურნალისტებზე, მედია საშუალებებზე შეტევას აბსოლუტურად ყველასთვის. საუბარია რაზე, რომ აქამდე სამწუხარო მიჩვეული ვიყავით, რომ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გამოიყენებოდა ეს უმძიმესი, ასე ვთქვათ, ბრუტალური მექანიზმები, პატიმრობის, სისხლის სამართლის პასუხისმგებასთან დაკავშირებით, მაგრამ ქართული ოცნება წავიდა უფრო შორს. ის აკავებს ჟურნალისტებს, ის იჭერს სტუდენტებს, ის იჭერს მსახიობებს, ექიმებს, ფაქტობრივად ყველას, ვისაც აქვს პროტესტი იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში არის. 2020 წლიდან მოყოლებული და ყველა ამაზე საუბრობს. არც ერთი რეკომენდაცია არ შეუსრულებია ქართულ ოცნებას, რაც კი იყო გაცემული ევროსაბჭოს მხრიდან. იქნებოდა ეს საკანონმდებლო საკითხები, იქნებოდა ეს საარჩევნო რეფორმები, იქნებოდა ეს მართლმსაჯულების საკითხები. წარმოიდგინეთ, სტრასბურგის სასამართლოს აღსრულების თვალსაზრისით საქართველო არის ბოლოდან მესამე ადგილზე. ჩვენზე უარესი შედეგი აქვს მხოლოდ აზერბაიჯანს და ალბანეთს. დანარჩენი რუსეთი აღარც კი განიხილება, ღიად ვთქვათ. ანუ უმძიმეს ვითარებაშია, ხო? აი ხშირად სტრასბურგს ახსენებს ხოლმე, სხვა შორის არის მოსამართლეები, რომლებიც ხოხვით შევიდნენ ბაბილონში, სტრასბურგზე მიუთითებენ და წარმოიდგინეთ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებების შესრულებაში, აღსრულებაში ბოლოდან მესამე ადგილზე არის საქართველო, იმდენად მძიმე ვითარება გვაქვს დღეს ქვეყანაში, ხო? ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ სრული მხარდაჭერა იყოს ქართველი ხალხის, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად მივიდეთ შედეგებზე. ყველა აბსოლუტურად ამას საუბრობს. სიტუაციის განმუხტვის, სიტუაციის სტაბილიზაციის ერთადერთი მექანიზმი არის არჩევნების ახლიდან ჩანიშვნა, ახალი წესები და ჩვენც ამიტომ ვართ აქ. თუ ვინმეს კიდევ ეჭვეპარება ევროპულ ასპარეზზე, ინდივიდუალურად ვმუშაობთ, 600-ზე მეტი დეპუტატი აქ წარმოდგენილი სხვა პარლამენტებიდან, ყველასთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ არ დარჩეს არც ერთი ქვეყანა ევროპის მასშტაბით, რომელსაც არ ექნება მკაფიო პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით. ერთია საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია, სადაც ჩვენ მივახციეთ იმას, რომ არ აქვს აღიარება არჩევნებს, მივახციეთ იმას, რომ სრული, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა ხალხის, სრული მხარდაჭერა ახალი არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ახლა მნიშვნელოვანია ეროვნული მთავრობები ჩაერთონ ძალიან აქტიურად და სწორედ ამიტომ აი ამ ვიზიტს, ამ ფართო წარმომადგენლობას, მათ შორის ოპოზიციის ერთიანობის ჩვენებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი პოლიტიკური პარტიების ერთიანობის ჩვენებას, სამოქალაქო სექტორის ერთიანობის ჩვენებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენ აქ ახლა მე სტრატეგია აღმაშენებელს წარმოვადგენ, მაგრამ ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი არის აქ და ყველა ერთხმად ერთიანად, ასე ვთქვათ, შეთანხმებულად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს გადალახოს ეს პროცესები. ყველას კარგად ესმის, რომ ივანიშვილი ეს არის რუსული პროექტი. ეს არის რუსეთის მიერ ხელდასმული ადამიანი, რომელიც რუსულ ინტერესებს ემსახურება მხოლოდ და ნამდვილად არ ემსახურება არც საქართველოს ინტერესებს და არც ევროკავშირისკენ და ევროპისკენ მიყავს ქვეყანა. ამიტომ აქ ერთიან პოზიციას აქვს დიდი მნიშვნელობა. როგორც თქვენ თქვით, უკვე სესიაზე გავიდა
ასე ვთქვათ, დელეგაციის ცნობის საკითხი ძალიან ბევრმა ადამიანმა დააყენა ეს ერთობლივად, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩვენი მთავარი მიზანი არის ეხლა ჩავიტანოთ ინფორმაცია და ეროვნულ მთავრობებთან ვიმუშაოთ. აქ შეიძლება სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილება იყოს, შეიძლება შეუჩერდეს ან სიტყვაზე ვთქვათ, შეიძლება დათქმებით რამდენიმე თვით კიდევ შეინარჩუნოს დელეგაციამ არსებობის შესაძლებლობა, მაგრამ მთავარი მე ვფიქრობ არის ის, რომ სრულიად ევროპული, ასე ვთქვათ, დემოკრატიული ოჯახი იყოს საქართველოს გვერდით და მხარდამჭერი. კი ბატონო, თუმცა ბატონო გიორგი, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, მას შემდეგ რაც ყველა ამ ფაქტებს გაეცნობიან და ჩვენ ვიცით, რომ მონიტორინგის მისია იყო ჩამოსული საქართველოში, მათ ჰქონდათ შეხვედრები მათ შორის აი ამ ძალადობის მსხვერპლებთან გურამ როგავაც იყო მათ შორის და ევროსაბჭოში ალბათ ძალიან კარგად იციან ისიც, რომ სისტემა ჯის მხოლოდ მშვიდობიან მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, მსახიობებს, როგორც თქვენ ჩამოთვალეთ და სხვა სფეროს წარმომადგენლებს და არც ერთი მოძალადე არ ყავთ იდენტიფიცირებული და არავინ არ ყავთ დასჯილი, ხო? პასუხი რა უნდა იყოს ბატონო გიორგი ახლა როგორც მინიმუმ აი ამ ქართული ოცნების დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერება და მე ძალიან კარგად მახსოვს მაშინ ვაშუქებდი ზუსტად პროცესებს ევროსაბჭოში, როდესაც რუსულ დელეგაციას უჩერებდნენ მანდ უფლებამოსილებას და რაც თქვენ ახსენეთ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თქვათ რამდენიმე თვიანი ვადა მისცენ და დაუწესონ ეს კონკრეტული ასე ვთქვათ საკითხები უნდა შეასრულონ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუწყდებათ უფლებამოსილება. აი ნუ რა ტიპის პასუხი უნდა გასცეს ახლა ევროსაბჭომ მოძალადე ქართულ ოცნებას? პირველი რომ ის რომ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება ეს ცალსახაა, ხო? აქ არის მიდგომაზე საუბარი ახლა. დღესვე იქნა შეჩერებული უფლებამოსილება თუ სამთვიანი ვადა კონკრეტული პირობებით დაუწესდეს საქართველოს. ის რომ არავინ არ აღიარებს ახლა ქართული ოცნების ლეგიტიმაციას ეს ცალსახაა. რაც არ უნდა შეეცადოს ახლა ქართული ოცნება გაყიდოს როგორმე რომ ვინმე თურმე აღიარებს მათ ლეგიტიმაციას, ეს ესე არ არის და ამაზე თანხდება ყველა პოლიტიკური ჯგუფი. ის პოლიტიკური ჯგუფებიც კი სადაც ადრე ქართული ოცნება იყო წარმოდგენილი, გულისხმობ კონსერვატორებს, გულისხმობ იგივე სოციალ-დემოკრატებს, სადაც ისინი იყვნენ ადრე წარმოდგენილები. ახლა ხო იცით თქვენ, რომ ქართული ოცნება ფაქტობრივად ყველა ჯგუფიდან ამორიცხულია. მათ ევროპულ არც ერთ პარტიულ ოჯახში ადგილი არ აქვს. ყველამ გააგდო. ანუ ყველამ არავის არ უნდა ქართულ ოცნებასთან აფილაცია და ქართული ოცნებას დაუძახოს, რომ ის არის იმ რომელიმე ევროპული ოჯახის წევრი. ანუ ხელსაც არ ართმევენ. აი ხა თქვენ აქ მაგალითად ევროპულ საბჭოში ნახავთ, რომ ოპოზიციის ჩვენი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან, ფართოდ წარმოდგენილი, მაგრამ რაღაც თვალი ვერ მოვკარი ვერსად ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რაღაც არიან დამალულები, ვერც ვერავის ხვდებიან, ვერც ვერავის ვერ ელაპარაკებიან, ან კი რა არგუმენტი უნდა უთხრათ. აქ ხო მათ ტელეკომპანია იმედი არ აქვს, რომ ეხა ისევ ტყუილი ნარატივები ჩაუყენონ თავში ევროპელ პარლამენტარებს, ხო? ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. აქ მათ ისინი აქ გაშიშულებულები არიან, პირდაპირ თქვა, სრული სიშიშვლეა ეხლა და ძალიან კარგად ხედავს სულ ყველა აბსოლუტურად რა ვითარება არის. ამიტომ აქ არის საუბარი უბრალოდ მიდგომაზე, რა უფრო მძლავრი იქნება ევროსაბჭოს მხრიდან, ის რომ ქართული ოცნების ადგილი ევროპულ ოჯახში არ არის, ეს 2x2 და ეს გადაწყვეტილია. ახლა მზია ამაღლობელი საქმე, ხო? ნუ ახლა ღიად თქვათ რა, ხალხო, აი წარმოუდგენელ ვითარებაში არის. ხალი დააპატიმრეს უკანონოდ, შიმშილობს და სასამართლოს ფაქტობრივად აღარც არს რა სასამართლოს სიტყვას რო ვახსენებთ ქართულად, უბედურების მეტი არაფერი აღარ არის ჩვენთვის, ასე ვთქვათ, ასოცირებული, ხო? იმიტომ რომ წარმოიდგინეთ 53 ადამიანია პოლიტიკურ პატიმრობაში. მტკიცებულებები, ან მონიტორინგის ჯგუფი ახსენე, ყველამ კარგად იცით, მტკიცებულების გარეშე ადამიანებს შავენ ციხეში, ადამიანები კადრებში არ არიან, არანაირი მტკიცებულება არ აქვს, მაგრამ იმიტომ რომ დავალება გასცა ივანიშვილმა შავენ ციხეში ადამიანებს, რა. აი ეს არის რეალობა. მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს ხონდა კიდეც. მოვითხოვთ მზიას კოლეგები, ჩვენ ჟურნალისტები, რა ვიცი, უკვე მე რამდენი დღეა მოვითხოვთ, რომ ოფიციალურმა უწყებებმა გააკეთონ განცხადება მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იცით თქვენს კარგად და რაღაც ბოლო დროს ჩვენ ყველა გავერკვიეთ სამწუხაროდ აი ამ შიმშილობის პროტოკოლში და იმ პროცესებში, რომელიც იწყება 15 დღის შემდეგ უკვე განსაკუთრებით რა რისკის ქვეშ შეიძლება დადგეს ადამიანის ჯანმრთელობა და როგორი შეუქცევადი პროცესები შეიძლება დაიწყოს ორგანიზმში და მიხელ სარჯველაძეს კითხეს ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებმა და აი ისეთი ცინიკური დამოკიდებულება, ისეთი აგდებული და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება
დაწესებულება მიიღეს საპასუხოდ, როგორც ქართულ ოცნებას ეკადრება და შეშვენის, ასე ვთქვათ, მაგრამ ხო, აი, პასუხსაც კი არ იძლევიან ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რა საფრთხის მატარებელია და ვერაცნობიერებენ იმ რისკს, რის წინაშეც თავადაც დგანან, ხო, თუ მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ესენი სინდის ნამუსზე ხელაღებული ადამიანები არიან, თავხედურად ერთ-ერთი ამოცანა აქვთ ძალაუფლება შეინარჩუნონ. მათი ძალაუფლება დგას სწორედ ძალოვან უწყებებზე და დგას იმ სასამართლოზე, რომელიც არის კლანური და ეს აბსოლუტურად ყველა მის რატო არის კლანური? იმიტომ რომ მათ შორის ევროსაბჭოს არც ერთი რეკომენდაცია არ აქვს შესრულებული იმ რეფორმების თვალსაზრისით, რაც უნდა გატარებულიყო, ხო, სასამართლოში რა. ამიტომ ძალიან, აი როგორი ვითარება გვაქვს, აი გუშინ ახლა გორში რაც მოხდა, ხო? კაცი გაიტაცეს ცემეს უბედურად რა და შემთხვევით გადარჩა ეს ადამიანი, იმიტომ რომ დაუსხლტა ხელიდან. ანუ თან როგორი დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომ მანქანაზე მომაწეკითო უცებ ადამიანი ჩააგდეს. აი წარმოიდგინეთ რასთან გვაქვს საქმე. ორგანიზებულ დანაშაულ სისტემური დანაშაულის ჯგუფთან გვაქვს საქმე. ქართული ოცნება ეს არის ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ყოველ წამიერად ჩადის უამრავ დანაშაულს ახლა ქვეყანაში, ხო? აი ესე უსწორდებიან უსასტიკესად თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს, ხო? ანუ აი ეს ჩვენ ეს ვიდეოები გუშინდელი სხვათა შორის აბსოლუტურად ყველას ვაჩვენეთ. აი ნავანახეთ, რა ხახნო სანამ ჩვენ აქვს აუბრობთ, ხო? რაღაცა მეუხერხულება პირდაპირ გეტყვით, რომ მე სტრასბურგში ვარ, ხო? და საქართველოს მოქალაქეები ამ ხელაწნეხის ქვეშ არიან. უბრალოდ საჭიროა ახლა აქ ეს კომუნიკაცია, თორე საქართველოში მართლა ყოველ წამიერად ჩვენს გარშემო ადამიანებს იტაცებენ, სემენ, აპატიმრებენ, ჟიან, აშიმშილებენ, მათი ჯანმრთელობა არაფერში არ აქვს, არაფერში არ ენაღლებათ და თვითონ ვითომ ჩამოდიან და ვითომ არიან სტრასბურგში, აი ესე დამალულები არის. სად არის თეატრალურია? ფრანგულ რესტორანში შეახსენეს ქართულმა ემიგრანტებმა, ბატონო გიორგი, რომ მათი ადგილი ნამდვილად არ არის ევროპაში და თეატრალურიანსაც ქუჩაში შეხვდა ასევე ერთი ემიგრანტი და უთხრა მას, რომ რუსეთში ისჯობს წავიდნენ. აი მე კითხვას ვუსვამ, სად არის თეატრალურიანი? რატო არ ესწრება ევროსაბჭოს სხდომა, სადაც იყო ახლა ასე ვთქვათ, საქართველოს საკითხი დასმული? რატო არ გამოეყოფათ თავი? რატო ვერსად ვერ ჩდებიან? რატო ვერაფერს ვერ ამბობენ? რატო ვერცეთ სხდომაზე ვერ არიან, სადაც ჩვენ ვართ წარმოდგენილი? რატო ვერ მიდიან და არგუმენტებით რატო ვერ საუბრობენ? ერთადერთი რაც მათ უნდათ ეხლა რომ რამენაირად გადააგორონ ისევე საკითხი და არ გამოუვათ რა. საზოგადოებას უნდა იცოდეს, რომ ხელს არავინ არ თმევს ხალხო ამ ადამიანებს. ხელს არავინ არ ართმევს. ელემენტარულად მათთან ერთად სურათის გადაღება უკვე მთელმა ევროპამ იცის, რომ არის სამარცხვინო. იმიტომ რომ ამ სურათებს მე იყენებენ თავისი ყალბი ასე ვთქვათ პროპაგანდისტვის, რომელსაც აქვს ადგილი ამ მათი მხრიდან, ხო? შეხედეთ ტელეკომპანიების სრული დეგრადაცია უბრალოდ, სრული დეგრადაცია, უზრდელობა, უტიფრობა მათი მხრიდან. რეებზე ლაპარაკობენ აბსოლუტურად რა შეთქმულების თეორიებში არიან, მაგრამ აუცილებლად დამთავრდება ეს და ამიტოა რომ ერთად ვარ ჩვენ ყველანი ახლა აქ და ერთად უნდა ვიყოთ მანამ სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ. ევროპა არის ჩვენს გვერდით. ეს მინდა უთხრა აქედან ქართულ ხალხს და კიდევ ერთხელ სოლიდარობა მამაღლობელს, მალე განთავისუფლება, აქედან ვეხმიანებით ვიცავთ თქვენს ინტერესებს და რა ვიცი, აი გვინდა რომ ყველანაირად რაც შეიძლება სწრაფად იყოთ თავისუფალი, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური პატიმრები, იქნება ეს სტუდენტები, მსახიობები, ექიმები, რა ვიცი, ყველა წრეს შეეხნენ უბრალოდ. დიდი მადლობა გიორგი.